აღიარებიდან 8 წლის შემდეგ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული ბაზა სრულ საბრძოლო მზადყოფნას შეამოყვანა. მიზეზად რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაწყებული მოულოდნელი შემოწმება სახელდება. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესამსახურის განმარტებით მოულოდნელი შემოწმება ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებულ 1000-მდე სამხედროს შეეხო. ღონისძიებაში რუსული ბაზის ქვედანაყოფების გარდა ასევე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 200-მდე ერთეულიც ჩაერთო. გეგმის მიხედვით ძარცმის პოლიგონზე სადაზვერვო ქვედანაყოფები ტაქტიკურ წვრთნებს ჩაეტარებენ. მოულოდნელი შემოწმება ვრცელდება აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებზეც, რომლებმაც აფხაზეთის მთებში საარტილერიო დარტყმები განახორციელეს. სწავლებაში 250 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, ასევე სომხეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო სწავლების გამო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს. რუსეთის შეიარაღებული ძალები არ უნდა იმყოფებოდნენ ამ ტერიტორიაზე, რადგან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით რუსულ ჯარს ეს ტერიტორია უნდა დაეტოვებინა. როდესაც ტარდება ამ მასშტაბის წვრთნები, აუცილებელია, რომ ის იყოს გამჭვირვალე და ამასთან დაკავშირებით არსებობდეს ორმხრივი შეთანხმება.